პირველ რიგში უნდა ვთქვათ ესეთი რაღაც, რომ ჩვენ რა ინსტრუმენტებიც გაგვაჩნია, ხალხს რა ინსტრუმენტებიც გაგვაჩნია, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის. უბრალოდ ძალიან დიდხანს გრძელდება და მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს მალე დასრულდება. შესაბამისად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის დისციპლინა და სწორედ ამიტომ ეხლა რაზეც ვართ ძირითადად ეს გახმოვანებაც გვინდა არის ის, რომ ამ დისციპლინარულ პროცესში მნიშვნელოვანია და იბადება ახალ-ახალი იდეები, ხო? მაგალითად, ამ ორშაბათიდან უკვე ჩვენ დავიწყეთ სექტორული მორიგეობის კამპანია და ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ აი ესე 7 სექტორი ავარჩიეთ და 7 სექტორს გადავუნაწილეთ ყოველი დღე. მაგალითად, 4 შაბათს, დღეს სამშაბათს არის ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის დღე, როდესაც რუსთაველის პროტესტს გააძლიერებს დამატებით ის ადამიანები ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის სფეროდან, რომელიც ყოველდღე ვერ დადის რუსთაველზე. ეხლა ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც უწყვეტად დავდივართ რუსთაველზე, მაგრამ რიგ ადამიანებს ეს უბრალოდ ხელ არ იწიფებათ, ხო? თქვენ იცით, რომ ძირითადად ვინც რუსთაველზე ვდგავართ და აქტიურად ვინც ვაპროტესტებთ აი ამ რუსულ რეჟიმს, ვართ ადამიანები, რომლებიც გამოირჩევით იმით, რომ ვართ შემდგარი ადამიანები, კარგი პროფესიონალები, რეალურად ჩვენთან ყველა სხვა ადამიანები მოდიან ხან რაღაც რჩევის მისაღებად, ექიმებთან მოდიან კონსულტაციის გასავლელად და ასე შემდეგ. სადაც ჩვენ თავს ვიყრით რეალურად არის საღამოს რუსთაველზე. სწორედ ამიტომ გაკეთდა ეს პროფესიების პროტესტი უკვე რუსთაველზე და ესეც არის ახალი ერთ-ერთი ფორმა, რომელიც მართალი გითხრათ, ესეთი ფორმა არსად არ გვინახავს ჩვენ აქამდე და ესეც ჩვენი რაღაცა კრეატივის ნაწილია და ესეც რა თქმა უნდა არის მშვიდობიანი პროტესტის მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც უკვე ჩვენ სხვადასხვანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი სათქმელი მივიტოვანოთ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებამდე, ხო? ფაქტია, რომ გვაქვს ორი მოთხოვნა და ამდენი ხნის განმავლობაში ეს არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. იგივე მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მე პირადად ვამბობ, რომ ერთი ადამიანიც რო დავრჩე, მე ვიდგები რუსთაველზე, მანამ სანამ ერთი ბოლო სინდისის ტყვეც კი არ განთავისუფლდება აი ამ ციხიდან. ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მოთხოვნებს ვაძლიერებთ, ჩვენ სხვადასხვა ფორმებით ვცდილობთ, რომ კომუნიკაციაზე გავიდეთ არსებულ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ეს კრიზისი, რომელიც არის შექმნილი, ეს კრიზისი შექმნილი არის ზუსტად ქართული ოცნების გამო და არსებული ხელისუფლების გამო. ამიტომ ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ესე ჯარისკაცები ვით, ყოველდღე ვიაროთ რუსთაველზე და პროტესტი წავიღოთ თან ყველგან. ეს არის მნიშვნელოვანი, ხა კახამეც ახსენა, რომ გაიშალა ხო ეს პროტესტი. პროტესტი შემოვიდა, ჯერ იყო პროტესტი რუსთაველზე. მერე გადავიდა სხვა ქალაქებში, მერე შემოვიდა ჩვენ სახლებშიც პროტესტი. ეხლა უკვე ჩვენ პროფესიებსაც ეხება, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არავინ არ ვიცით, როდესაც ეკონომიკური კრიზისის ნიშნები უკვე დაწყებულია, ჩვენ ერთ თვეში და ორ თვეში რა ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ეს ძალიან კარგად ემჩნევა უკვე სტუმართმასპინძლობის და ტურიზმის სფეროს, მაგრამ ეს დომინოს პრინციპით გადავა ყველა სფეროზე. კი ბატონო, აი რა მაინტერესებს ისეთ ხალხს, აი თქვენ თქვით, რომ დღეს მაგალითად სამშაბათია და ტურიზმთან დაკავშირებით რაღაცა აი ამ პროფესიული ნიშნით ადამიანების ალბათ მარში ემსვლელობა აქცია იქნება, ხო? რუსთაველზე პარლამენტის წინ იდგებიან ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები. ისინი ნახავენ ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ რეალურ მდგომარეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესე არის ყველა დღე დაგეგმილი ფაქტიურად. რამდენი დღე გაქვთ დაგეგმილი? ჩვენ ვამბობთ, რომ მინიმუმ თებერვალში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით თებერვალში არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს, რომ რამე გამოსწორდება. ამიტომ ჯერჯერობით თებერვალში გვაქვს ეს მორიგეობა დაწესებული და ძალიან საინტერესო პროცესი არის ესეთი, რომ მაგალითად კულტურის დღე, რომელიც არის ორშაბათს, კულტურის დღეს მოვა ძალიან ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი მსახიობი. პოეტი, მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი და შესაბამისად იქ შეგიძლიათ შეხვდეთ ამ ადამიანებს, ვისაც ისე მხოლოდ შეიძლება მხოლოდ ეკრანებიდან ხედავდეთ, ხო? მოკლედ ესე ვცდილობთ ჩვენ რაღაცნაირად რომ კონსოლიდაცია გავაკეთოთ, მათ შორის პროფესიული ნიშნით გავაკეთოთ კონსოლიდაცია, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს არის ერთ-ერთი ფორმა. პროფესიული ნიშნით კონსოლიდაციები გვჭირდება, იმიტომ რომ როგორც კი ეკონომიკური კრიზისი დაიწყება, იქ ჩვენ
ჩვენ თვითონ უნდა ვიპოვოთ რაღაც გამოსავალი, იმიტომ რომ მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ გამოსავალზე რაიმე ტიპის დებატები დაიწყოს არსებულმა ხელისუფლებამ. ამიტომ როგორც პროტესტში ვართ მარტონი, მაგრამ ვართ მთელი საქართველო და ვართ ხალხი, ზუსტად ესევე იქნება მე ეკონომიკური კრიზისის დროსაც და ეს პროფესიული კონსოლიდაციები და ერთმანეთის მხარში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო. ბატონო, ხაი თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რაღაცა გვაჩვენა აი ამ ხნის განმავლობაში, რომ რაღაცა არის ისეთი, რაზეც უწევთ უკან დახევა ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებს